რაც უფრო და უფრო ღრმად შევდივართ მერწყვილის ეპოქაში, მით უფრო აქტუალური ხდება სიტყვის ეზოთერიკის და ეზოთერიკოსის გამოყენება. სწორედ მინდა დღეს რომ ვისაუბრო ამ სიტყვების განმარტებაზე, რა არის რეალურად ეზოთერიკოსი, რას ემსახურება იგი და რა არის სიტყვა ეზოთერიკა ზოგადად. სიტყვა ეზოთერიკა ზედმიწევნით ნიშნავს დაფარულ ცოდნას, სამყაროსეულ ცოდნას, რაც ჯერ არ გავრცელებულა ფართო მასებში და იციან მხოლოდ განდობილებმა, ხელდასმულებმა და ასე შემდეგ. ყველა ამ დღეს ვინც ხელში კარტი დაიჭირა, არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ეს ჩემი პირადი აზრი არის. ყველა ვინც დღეს ხელში კარტი დაიჭირა, დაირქვა სახელი ეზოთერიკოსი. ყველა ვინც დაიწყო იოგის დაპრაქტიკება, ან პატარა ვიჩქრავთის ეგრეთ წოდებული ჯადოქრობების კეთება, დაირქვა ეზოთერიკოსი და რეალურად წარმოდგენაც კი არ აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის მათაც, თუ რას ნიშნავს სიტყვა ეზოთერიკა და რა არის ეზოთერიკა და რა არის ეგზოთერიკა და რა განსხვავებაა მათ შორის და სწორედ დღეს მე ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ამ განსხვავებებზე და ამ სიტყვების განმარტებებზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ეზოთერიკა ეს არის დაფარული მეცნიერება, ეს არის მეცნიერება, რომელიც ჯერ ფართო მასებში არ განდობილა და მხოლოდ ხელდასმულებმა და განდობილმა ადამიანებმა იციან ამის შესახებ. ინფორმაცია, რომელიც მოდის სამყაროდან, კოლექტიური ცნობიერიდან და ქვეცნობიერიდან, რომელსაც იღებენ მედიუმები, ექსტრასენსები და იყენებენ მათ, რათა ჩამოაყალიბონ კონკრეტული სწავლებები. ხოლო ეგზოთერიკა ეს არის მემარჯვენეთა სწავლება, რომლებიც მხარს უჭერდნენ, რომ გაევრცელებინათ ეზოთერიკოსების მიერ მიღებული ინფორმაცია ფართო მასებში. ასე რომ, ეზოთერიკოსები არ ავრცელებენ ინფორმაციას, ეზოთერიკოსები ინახავენ ინფორმაციას ფარულად და ბოლომდე ზრუნავენ მათი დაცვისთვის, მათ დასაცავად ზრუნავენ ბოლომდე. ხოლო ეგზოთერიკოსები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ცოდნა ამ სფეროში და ავრცელებენ ამ ინფორმაციას. ირონულად არავისზე ვამბობ, მაგრამ მე პირადად ძალიან მეცინება ხოლმე, როდესაც ადამიანები დაიკავებენ ხელში კარტს, სანთელს და ან წაიკითხავენ ერთ წიგნს, ორ წიგნს, 1000 წაიკითხე, არ აქვს მნიშვნელობა და თუ არ გამოიყენებ, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. და თავიანთ თავს უწოდებენ ეზოთერიკოსებს, როდესაც არც კი იციან ის თუ რას ნიშნავს სიტყვა ეზოთერიკა, უბრალოდ აქვთ გაგონილი, რომ ეს არის რაღაც მაგიური ელემენტების შემცველი სიტყვა და რომ ეს უნდა გამოიყენონ, რომ გააправონ თავიანთი, გააპიარონ უпростоრად, უკაცრავად თავიანთი საქმიანობა. პატარა ჯადოქრობებით, მაგიის შესწავლით, ოკულტიზმით, ტაროს არკანების კითხვით, ეგზოთერიკის განმარტებებით, თეოსოფიით, ფილოსოფიით და ასე შემდეგ დაკავებული ვარ 2019 წლის ბოლო, 2020 წლის დასაწყისიდან, თუმცა მე პირადად ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი განვითარება, ძალიან ბევრი შემეცნება და სწავლა მჭირდება იმისთვის, რომ ჩემ თავს ვუწოდო პროფესიონალი ამ კუთხით. თუმცა კი ძალიან რთულია, იმიტომ რომ იმდენად სხვა მასალაა ამ ყველაფერში შესწავლა ცოტათი დროში გაწელილია. გისურვებთ მშვიდობიან დღეს, მშვიდობიან საღამოს, როდესაც უყურებთ ამ ვიდეოს. გმადლობთ პირველ რიგში. მადლობას გიხდით, გისურვებთ შემეცნების გზას, ბალანს ცხოვრებაში, რადგან აუცილებელია, როგორც მატერიალური, ისე სულიერი ბალანსი ცხოვრებაში, რომ არ დაკარგოთ არც ერთი და არც მეორე. ხოლო თუ დაგაინტერესებთ მეტი ინფორმაცია, იცით სადაც უნდა მიპოვოთ, გამომყევით, დამაფოლოვეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.